ილია თოფურიას ფასეულობები და ღირებულებები. გავხსენოთ თეთრი სახლის პირველი პრესკონფერენცია, სადაც ჯო შოკიტმა პერეირას დაუმსახურებლად დედა შეაგინა, ილია გამოეკომაგა და ბოთლი ესროლა, რატომ მოიქცა ქართველი ასე. პირველ რიგში საკუთარ ღირსებას იცავდა, სადაც გამოავლინა მაღალი ფასეულობები და ღირსების განცდა. როცა პირადი პრობლემები შეექმნა, ქამარი ვაკანტური გახადა, რადგან იცის გამარჯვების ფასი. თეთრ სახლში მისი გვარის გასწვრივ საქართველო ეწერა. შესაძლოა დიდი დივიდენდების სანაცვლოდ უარი არასდროს არ უთქვამს სამშობლოზე და ყოველთვის აღნიშნავს, რომ ის ქართველია. ილია შეეძლო გამხდარიყო ამ გამარჯვებით ერთადერთი UFC-ის მოქმედი ჩემპიონი, რომელსაც წაგება არ ექნებოდა. ამ ბრძოლას ესწრებოდა ილიას ოჯახი, დედა, შვილი, ძმა და ყველა, ვინც მის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. რა თქმა უნდა, რომ ეს წარმატება მათთან ერთად ეზეიმა, მათი გაფრწყინებული თვალები ენახა. არაერთხელ უთქვამს, რომ ვერაფერი გადაწონის იმ ემოციას, რასაც გამარჯვების შემდეგ იღებს და მართლა მაინტერესებს ერთი არგუმენტი მაინც, რითი შეეძლო ილიას დაეკომპენსირებინა ეს ყველაფერი, ასევე გამარჯვების შემთხვევაში ძალიან დიდი ფულადი სარგებელი ექნებოდა, მისი ცნობადობა გაიზრდებოდა და პირიქით უფრო მეტი სპონსორი ეყოლებოდა და მგონია, რომ ცოტა უხერხულია ამ ბრალდებების წაყენება, დაველოდოთ აუცილებლად დაბრუნდება უფრო ძლიერი და კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს.